ევროპის საბჭოს კონგრესი 1 აპრილს 50-ე სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. სესიის დღის წესრიგის თანახმად სხდომაზე წარადგენენ დოკუმენტს, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგად შეადგინა. განიხილავენ და კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტსა და რეკომენდაციის პროექტს. ანგარიშის მიხედვით კონგრესი ქართულ ოცნებას მოუწოდებს სასწრაფოდ განაახლონ პოლიტიკური დიალოგი მმართველობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პროცესის გზით, რათა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით შემცირდეს პოლარიზაცია და აღდგეს პლურალისტური დემოკრატიისთვის აუცილებელი ბალანსი. ასევე დოკუმენტით კონგრესი მოუწოდებს მმართველ გუნდს შეასრულონ ვენეციის კომისიისა და კონგრესის რეკომენდაციები, რათა ქარტიის შესაბამისად აღდგეს რეალური ადგილობრივი დემოკრატია. კონგრესი ამასთანავე გასცემს რეკომენდაციას საფუძვლიანად იქნას გამოძიებული ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით დაკავებულებისა და მომიტინგეების მიმართ და გათავისუფლდნენ დაპატიმრებული ჟურნალისტები თუ პოლიტიკური ლიდერები. ევროპის საბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ განაახლოს პოლიტიკური დიალოგი მმართველობის ყველა დონეზე, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, რათა შემცირდეს პოლარიზაცია და აღდგეს პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები. გააუქმოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი პრობლემური ცვლილებები და განახორციელოს ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელსაც წინ უძღვის ფართო კონსულტაციები, რათა უზრუნველყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობა და გამოასწოროს ყველა ძირითადი ხარვეზი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოპოზიციური ხმების კრიმინალიზაციის პროცესი და გააუქმოს ის შესწორებები, რომლებიც ხელს უწყობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. კონგრესი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს ყველა კანონმდებლობა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და თავი აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების მუშაობას, ან შეარყევს ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლებს. კონგრესი ასევე რეკომენდაციას გასცემს ადგილობრივ დონეზე ძალადობის შესახებ ცნობების საფუძვლიანად გამოძიებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დაკავებულებისა და მომიტინგეების მიმართ. ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გაათავისუფლონ დაპატიმრებული ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი პოლიტიკური კრებაა, რომელიც 46 ქვეყნიდან 612 დელეგატს აერთიანებს. მისი მიზანია წევრ ქვეყნებში ადგილობრივი დემოკრატიის დაცვა, თვითმმართველობების გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების შესრულებაზე ზედამხედველობა.